7 წელი ამ ვიდეოებს ვიღებ. 7 წელია. მე ვარ ელენი რუხაძე, 24 წლის. მე ვარ ელენი რუხაძე, მაგათ 25 წლის. 26 წლის. 27 წლის. 28 წლის. 29 წლის. მე ვარ ელენიკო რუხაძე, 30 წლის. დღეს არის 26 ნოემბერი 2019 წელი. დღეს არის 26 ნოემბერი 2025 წელი. სიგიჟეა 7 წელი. იმედი მაქვს შემდეგი ინტერვიუ უკვე დასრულებული სახლიდან იქნება და ერთი სული მაქვს. წინა ვიდეოში კი ვინატრე რომ იმედი მაქვს შემდეგ ვიდეოს სახლში გადავიღებთ, ხო და ეს ნატურად ჯერ არ ამიხდა, იმიტომ რომ ბოლოში ვერ გავედით, მაგრამ ცოტა დაგვრჩა და შემდეგს უეჭველი სახლიდან ჩავწე. მოდი დავიწყოთ, ეს ვიდეოები რაღაცნაირად აღმოჩნდა ჩემთვის წლის შემაჯამებელი ვიდეო, არ ვიცი ნოემბერში რატო ვაჯამებ ხოლმე წელს, იმიტომ რომ დეკემბერშიც რაღაცები ხდება, მაგრამ რაღაცნაირად ძალიან ნოსტალგიური, ემოციური ვიდეო გამოდის ხოლმე ჩემთვის. ინსტაგრამზე ვიკითხე რა კითხვები ჩავსვათქო და ყველაზე ხშირად დასმული კითხვა იყო, როგორი იყო 2025 წელი ჩემთვის. გულწრფელად იყო ერთ-ერთი ყველაზე რთული ჩემს ცხოვრებაში, ყველაზე სტრესული და ყველაზე დატვირთული. რთული როგორც ფიზიკურად, ასევე მენტალურად. თითქოს მზად ვიყავი ფსიქოლოგიურად ამ რემონტისთვის, იმიტომ რომ წინა ბინის რემონტზე ვთქვი, რომ ჩამაპარეთ კერძო სახლი, ყველაფერს შევეჭიდები და მზად ვარ ყველაფრისთვის. ეხლა სულ რა კერძო სახლი ჩამაბაროს ვიღაცამ, საოცრებებს ვიზა. მაშინ აშკარად წარმოდგენა არ მქონდა კერძო სახლს რა სირთულები ახლდა. გარდა სირთულებისა, მართლა ვერ ხვდები ხალხი როგორ აშენებს კერძო სახლებს, რა ფინანსებით აშენებენ, იმიტომ რომ ალბათ გონიათ ეხლა რომ წარმოდგენა როგორ არ გქონდაო სახლს რო აშენებდიო რა ჯდებოდაო. წარმოდგენა კი მქონდა, მაგრამ გაუთვალისწინებელი ხარჯი შეიძლება იყოს, აი რაღაცა X თანხა. მაგრამ ჩვენ შემთხვევაში გაუთვალისწინებელი თანხით მეორე სახლს ავაშენებდით. აღარაძროს აღარ დასრულდა პრობლემები და ორჯერ ერთ და იგივე ეტაპის გავლა და ასე შემდეგ. ამ ყველაფრის მიუხედავად მადლიერი ვარ ყველაფრის, რომ აქამდე მოვედით, რომ ჩემი ოჯახის წევრები არიან ჯანმრთელად, ჩემთვის პრიორიტეტი არის ეგ. დანარჩენს ყველაფერს ეშველება. პირველ 3 ვიდეოში ვახსენებ გამოწერების რაოდენობასაც. რამდენი ფოლოვერი მყავს ინსტაგრამში? ეხლა მყავს 3994. მაგ დროს TikTok-ს საერთოდ მქონდა დაახლოებით 1 ორ კვირაში შევქმენი და მაგიტომაც არაფერს არ ვსაუბრობ TikTok-ზე. ვადარებდი მაშინ ამდენი მყავდა და მე როგორ იზრდებოდა. ახლაც ისევ ზრდის პროცესშია და არ გავჩერებულ ვარ ამ 7 წლის მანძილზე. ახლა შენც თუ ამ ვიდეოს უყურებ და ჩემი არხი არ გაქვს გამოწერილი, რას ელოდები ვერ გავიგე გამოიწერე. 2025 წელზე აუცილებლად მოვახსენო ის, რომ 2 დღეში გადის ზუსტად 1 წელი, რაც უწყვეტი პროტესტი მიმდინარეობს საქართველოში. არ ვიცი რა გვეშველება და არ ვიცი შემდეგ ვიდეოს რომ ჩავწერ, რამე მაინც თუ იქნება დაალაგებული ქვეყანაში, მაგრამ უბრალოდ არ მჯერა, რომ ამდენჯერ ჩავიფიქრეთ ადამიანებმა, ყველა დაბადების დღეზე, ყველა ახალ წელს, ყველა დღესასწაულზე რაღაცა სურვილს თუ ვიფიქრებთ ხოლმე, ყოველთვის ვფიქრობთ ალბათ ჩემნაირები, რომ დაალაგებულ და ევროპულ ქვეყანაში ვიცხოვროთ, ადამიანის უფლებები იყოს პრიორიტეტი, მთავრობა რომელსაც ჩვენ უხდით თანხას არ იყოს კორუმპირებული, პენსიონერებმა სიბერეში მაინც რომ დაისვენონ, ახალგაზრდებმა წესიერი განათლება მიიღონ, ჯანდაცვა იყოს მოწესრიგებული და წამლის გამო აქციების მოწყობა არ უწევდეთ და სხვა ქვეყანაში გადაფრენა არ უწევდეთ და ასე შემდეგ. და როგორი ცხოვრებაც გვეკუთვნის, ისე რომ ცხოვრობდეთ. ვისურვებდი რომ შემდეგ ვიდეოში 1 წელიწადში რა თქმა უნდა ეს ყველაფერი ვერ დაალაგდება, მაგრამ პროცესი მაინც იყოს დაწყებული. ნაბიჯი მაინც გქონდეს გადადგმული და კიდევ პოლიტპატიმრები არ გყოდეს დასახსნელი ციხიდან. გადავიდეთ შემდეგ კითხვაზე. რა ისწავლე 2025 წელს? ქრონოლოგიურად რომ მივყვეთ, სროლა ვისწავლე. ორჯერ მივიღე მონაწილეობა შეჯიბრში და პირველ შეჯიბრზე გავედი მესამე ადგილზე, მეორე შეჯიბრზე მეორეზე. მესამე შეჯიბრზე ვნახოთ. ძალიან კარგი სპორტია და ვისურვებდი რომ ყველა ადამიანმა იცოდეს სროლა, ისევ ჩვენთვის, ჩვენი ოჯახის თავდაცვისთვის და ქვეყნის დაცვისთვის და არა დაბადების დღეებზე ჰაერში გასროლისთვის რუსული სიმღერების ფონზე. ასევე ვისწავლე კერამიკა უკეთესად. ადრე ძალიან მიყვარდა უბრალოდ წელს რაღაცა ხშირად მომიწია. ჩემთვის ძალიან თერაპიულია ეს პროცესი. ძალიან დიდი სურვილი მაქვს რომ ჩემს სახლში ჩემი გამოძერწილი ჭურჭელი მქონდეს. ასევე ვისწავლე ტრაქტორის მართვა და დამწიფებული მთის ყველის გახეხვა. ძალიან კარგი გამოცდილება მქონდა, პატარა შვეიცარიაში ვიყავ, უბრალოდ საქართველოს ტერიტორიაზე და ძალიან კარგად დამამახსოვრდა. იმათ აღარ ჩამოვთვლი, რომ ამ სახლის მშენებლობის დროს ვისწავლე ბლოკის ამოშენება, ბადის დაწვნა, აპარატით გალესვა, სანტექნიკა გათბობა, გიფსოს დამაგრება და წინ მაქვს ფილის დაგება, სამღებრო სამუშაოები და ავეჯი. წელს ვისწავლე პადელი, რომელიც ნებისმიერ სპორტ
როგორც მირჩევნია და ჯერჯერობით არ მომბეზრებია და კიდევ ბევრი მაქვს სასწაული ამ სპორტში, მაგრამ ძალიან მსიამოვნებს და ძალიან შემაყვარა თავი და დარწმუნებული ვარ საქართველოში ბევრ ადამიანს შეაყვარა ამ სპორტმა თავი. აჭარულის გამოცხობაც ვისწავლე და ზოგადად წელს ძალიან ბევრ კარგ შეხვედრაზე ვიყავი ჩემს მეგობარ კრეატორებთან ერთად. რაღაცნაირი networking-ის წელი გქონდა. ძალიან კარგია ეგ. ძალიან ბევრ რაღაცას სწავლობ. ვისწავლე დრედების გარეშე ცხოვრება. ეს არის პირველი ინტერვიუ, სადაც დრედების გარეშე ვარ. და ინტერვიუში სხვადასხვა სიგრძის დრედები მაქვს და სხვადასხვა ფერის და ახლა უდრედოდ ვარ. არ მჯერა რომ უდრედოდ ვარ, მაგრამ ნელ-ნელა შევეჩვიე მე მგონი. სიმართლე გითხრათ, უფრო მეტ დროს ვხარჯავ მოვლაში, ვიდრე დრედების დროს და დრედებს მეკითხებოდა ხოლმე რომ არ გიჭირს ამის მოვლა და არაფერი არ ჭირდებოდა იმ დრედებს. 5 თვეში ერთხელ მივდიოდი კორექციაზე და თვეში ერთხელ ვიღებავდი. ეგ იყო მაგის მოვლა. აბა ამას 1 საათი მარტო რუტინას ვიტარებ, ვიშრობ. მე მეორე დღეს უკვე ცუდად გამოიყურება. ეხა ვიდეოს მაგით უწერე 26-შივე, იმიტომ რომ ხვალ ზუსტად ვიცი ესე ლამაზად არ იქნება. მე მაინც ისევ დრედებიანი ელენიკო მირჩევნია, მაგრამ აღარა რომ უფრო შემოერევა ჩემს თმას. მე ჭაღარა დრედებს გავიკეთებ. შეიძლება კიდევ ბევრი რაღაცა ვისწავლე წელს, მაგრამ მეტი არ მახსენდება და მე მგონი ამომწურავად უპასუხე ამ ერთ კითხვას. შემდეგი კითხვა გვაქვს, გაიხსენე კომფორტის ზონიდან გასვლის მომენტები 2025 წელს. რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, იმიტომ რომ ყოველ დღე 9 მილიონ ადამიანს ველაპარაკები სოციალურ ქსელებში. ჩემთვის ყველაზე არაკომფორტული არის დიდ აუდიტორიასთან ფიზიკურად რეალურ ცხოვრებაში გამოსვლა. და ხშირ შემთხვევაში უარს ვამბობდი ხოლმე მსგავს პროექტებში მონაწილეობაზე, ან სპიკერად, ან უბრალოდ მენტორად და ასე შემდეგ. შარშანაც ვიყავი რამდენიმე პროექტის ჟიური და მენტორი, მაგრამ წელს უკვე ისეთ პროექტებში მივიღე მონაწილეობა, როგორც არის Spotlight-ი, სადაც გამოსვლაზეც ვოცნებობდი და სულ მშურდა ხოლმე იმ სპიკერების გამბედაობის, რომ იმ სცენაზე გამოდიოდნენ და რაღაცა ისეთ მნიშვნელოვანს ყვებოდნენ, რომლებიც მერე გავლენას ახდენდნენ იქ მყოფ აუდიტორიაზე და ძალიან მიხარია, რომ უარი არ ვთქვი და გადავლახე ეს ჩემი შიშები და შფოთვები და გამოვედი. მეორე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოსვლა სპიკერად იყო Ed Black-ზე. არასდროს არ ყოფილა Red Black-ზე და პირველი გამოცდილება იყო და მართლაც ძალიან დასამახსოვრებელი და კარგი პროექტი იყო. თან ძალიან მნიშვნელოვან თემებზე ვისაუბრეთ. ძირითადი თემა იყო პროტესტის ამბები და ძალიან მიხარია, რომ იმ ყველაფრის ნაწილი ვიყავი მეც. ახლა დეკემბრის დასაწყისშიც ვარ კრეატორ სამიტის ერთ-ერთი მოდერატორი. ამათ გარდა კიდე რამდენიმე პროექტში ვიყავი მენტორი და ძალიან მიხარია, რომ წელს კიდე უფრო მეტად დავაჩელენჯე საკუთარი თავი და ბევრჯერ გამოვედი კომფორტის ზონიდან. შემდეგი კითხვა გვაქვს, სად იმოგზაურე 2025 წელსო. ესე იგი, ლინასთან ერთად ვიყავი პარიზში. Disneyland-ის vlog-ი კი მაქვს ატვირთული და შეგიძლიათ ნახოთ. ვიყავი იბიცაზე ნინისთან და გიგისთან ერთად. Red Bull-ის პროექტზე რომ მივდივარ 100% დარწმუნებული ვარ, რომ საუკეთესო თავგადასავალი იქნება და მართლაც დაუვიწყარი იყო. და ბოლოს ვიყავი ბარსელონაში. პირველი ვიზიტი იყო. მიდევს ამაზეც vlog-ი და შეგიძლიათ ნახოთ. წელს ჩემით ფაქტიურად არ მიმოგზაურა, იმიტომ რომ სამივეჯერ პროექტის ფარგლებში ვიყავი წასული და როგორც კი რემონტს მოვრჩევი და ცოტა დავისვენებ, ძალიან მინდა აზიაში მოგზაურობა და თქვენგანაც მივიღებ რჩევებს. 2025 წლის ჰაილაითი დღეო. ჩემი დაბადების დღე იცით როგორც მიყვარს. და მრგვალი თარიღი რომ მქონდა 30 წლის რომ გავხდი და გადავიხადე საბავშვო გასართობ ცენტრში. ნამდვილად განსაკუთრებული დღე იყო წელს. ერთადერთი დღე იყო, როცა მართლა ყველა პრობლემა დამავიწყდა და ცოტა ხნით გადავეშვი ბავშვობაში, ზღაპარში. არ მეგონა ამ ხელა ძალის ხვევას თუ ჩადებდნენ ჩემი სტუმრები და ყველა ასე სერიოზულად მოეკიდებოდა დრესკოდს, რომელიც არც თუ ისე მარტივი იყო და ყველას ძალიან დიდი დრო და ენერგია წავართვი, თუნდაც მოფიქრებაში მე იმ ფორმის შოუნაში და ასე შემდეგ, მაგრამ როგორც ვიცი და როგორც მითხრეს თვითონაც ძალიან გაერთნენ, იმიტომ რომ ძალიან ბევრი თამაში გქონდა, არ გვეყოლს გამოგვაბუნძურეს, იმიტომ რომ იკეტებოდნენ, თორე ალბათ კიდევ დაღამებამდე გავჩერდებოდით, ვითამაშებდით, ვიცეკვებდით და თქვენც გირჩევთ რომ დიდობაში ერთხელ მაინც გადაიხადოთ საბავშვო გასართობ ცენტრში დარწმუნებული ვარ ძალიან გაერთობით. ეს კითხვა ძალიან მომეწონა, იმიტომ რომ მაგ დღეს მქონდა დადებული ეს ვიდეო და მაგიტომაც დავსვა მაქაც. შენი აზრით, რამდენი ბავშვის ცხოვრება შეცვალეოდა? ესე გულწრფელად არ ვიცი, ვინმეს ცხოვრება შევცვალე თუ არა, მაგრამ ერთი ბავშვის ცხოვრება რა შევცვალე, ეგ ზუსტად ვიცი, იმიტომ რომ წელს გავხდი ჩართეს დონორი. ვინც არიცით, ჩართე არის საქველმოქმედო ორგანიზაცია, ისეთ რეგიონებში, სადაც არ აქვთ ინტერნეტი ბავშვებს ან ლეპტოპი, უფინანსებენ და რაღაცნაირად აკავშირებენ
აკავშირებენ მსოფლიოს ამ ადამიანებს. რა თქმა უნდა, ამაზე სახელმწიფო უნდა ზრუნავდეს, მაგრამ ხო ვიცით, სადაც ცხოვრობს და ძალიან კარგი პროექტია, ძალიან მარტივია. უბრალოდ subscription-ით დავაყენე და ყოველთვე ჩამომეჭრება, რამდენ თანხასაც მიუთითებ იმდენი. და ამით იქ სადღაც უფროს კლასელებს გავახარებთ რა და თქვენც თუ ჩაერთვებით ძალიან გამიხარდება. თქვენ ჩართემაც არ იცოდა ამაზე რომ ვიდეო დავდე და ძალიან გაუხარდათ და შემომწირველთა რიცხვი გაიზარდაო და ისე მიხარია, ამიტომ მომინდა რომ YouTube-ზეც მეთქვა და უბრალოდ აკრიფეთ ჩართეჯი. ყველანაირი ინფო წერია, გამჭვირვალეები არიან ძალიან. თუ ახალ წელს მოგინდებათ სიკეთის გაკეთება, ეს იყოს ნიშანი. შემდეგი კითხვა 2025 წლის აღმოჩენა კრეატორიო. წელს ჩემი ფავორიტი კრეატორების სია გაზრდილია, იმიტომ რომ ზოგადად სოციალური პლატფორმების მომხმარებელთა რიცხვიც გაიზარდა, როგორც მაყურებლების, ასევე კრეატორების. მართლა ყოველი მეორე იღებს და ძალიან მიხარია. მაგრამ გამოვარჩევ მაგდანას, რომელიც წელს გავიცანი და იმის მიხედვით რომ ყველაფერი გვიშლიდა ხელს რომ ერთმანეთი ფიზიკურად გაგვეცნო, ხან მე არ მეცალა, ხან იმას არ ეცალა, ხან ბოლო წამს გადავაგდეთ ერთმანეთი. ბოლოს მაინც შევხვდით და ვინც არ უყურებთ და არ იცით, ვინ არის მაგდა, რეკომენდაციას გავუწევ, იხალისებთ, ძალიან პირდაპირი, კარგი იუმორის მქონე ადამიანია და გამიხარდება მისი წარმატებები ძალიან. ახლა მონაწილეობას იღებს კრეატორის პროექტში და წარმოიდგინეთ რა სიგიჟე იქნება გოგო კრეატორმა რომ მოიგოს ამ კაცებით სავსე პლატფორმაზე. ძალიან გულშემატკივრობდა, მგონია რომ აქვს შანსები რომ მოიგოს. ზოგადად მე მიყვარს ადამიანები, რომლებიც მაცინებენ რა. მაგდას ეს კარგად გამოსდის. შემდეგ კითხვა არის რა შეცვლიდიო. წინა ვიდეოშიც ამას ვამბობ, მაგრამ მართლა იგივეს ვფიქრობ, წელს screen time-ი რო გამეზარდა, მაგდენ ცხოვრებაში არ მგონია. ზოგადად ეს საქმე იმიტომ დავიწყე, რომ ნაკლები მემუშავა, მაგრამ ვისაც ერთხელ მაინც არ გქონიათ ამ სფეროსთან შეხება, ალბათ ხა გეგონებათ რომ წუწუნებ და რაღაცა სხვა წარმოდგენებიც გექნებათ, მაგრამ ამდენიმე ცხოვრებაში არ მიმუშავია. ეს არ არის 9-დან 6-მდე მუშაობა და იქ 1 საათი დასვენება, ეს არის 24/7-ზე მუშაობა. ღამის პირველ საათზეც რომ ამონტაჟებ და ტელეფონში ხარ. ერთადერთი წელს რაც შევიმუშავე არის ის, რომ შაბათ-კვირას ვაიძულებ ჩემ თავს, რომ არანაირი გადაღება არ ჩავნიშნო და დავისვენო, რაც ხშირ შემთხვევაში არ გამომდის ხოლმე. მაგრამ ერთადერთი გამოსავალი ეგ არის, რომ არ გადავიწვა და რობოტივით მართლა არ გავფუჭდე ერთ დღეს. ეს შეიძლება მაყურებლისთვის არ ჩანს ესე, მაგრამ ძალიან დიდი შრომა, დისციპლინა და მოთმინება დგას კამერის უკან. ვისურვებდი, რომ უფრო მეტ დროს ვატარებდე ფიზიკურად ადამიანებთან და მუდმივად ტელეფონში არ ვიყო. აი, მაგას შევცვლიდი ერთადერთი. 2025-ში რომელი მიზანი ვერ შეასრულეო. შევასრულე ის, რომ ჯანსაღად ვერ ვიკვებე, ვინც არიცით სტუდიაში ვართ ეს 2 წელი. აქ არ გვაქვს ახლა ისეთი სამზარეულო, რომ ესე რასაც მინდა იმას ვაკეთებდე. ძირითად შემთხვევაში საშინლად ვიკვებებით. ალბათ უფრო უკეთესადაც არ ვივარჯიშე და გულისხმობ დარბას. ვიმართლებ თავს იმით, რომ აი პადელზე ხო დავდივარ და სოციალურად ძალიან კარგად ხარჯავ იქაც ენერგიას და მაგიტომაც მიყვარს, რომ არის თამაში. და მხოლოდ ეგ არის მიზეზი, რომ მიყვარს და 2026-ში ეგ აუცილებლად უნდა გამოვასწორო. შემდეგ გვაქვს 2025 წლის ტკბილი მოგონებები. ყველა ვიდეოში აღვნიშნავ, რომ მიყვარს ჩემი მეგობრები, ჩემი გარშემომყოფები და ჩემი ოჯახის წევრები, რომელთა ერთადაც ვატარებ ხოლმე დროს. არ ვიცი როგორ გამიმართლა და რით დავიმსახურე ეს ადამიანები. ყველა გასვლა მათთან ერთად არის ცხოვრების ხალისის დაბრუნება. ცოტა მეტირება ზოგიერთი მათგანი რომ შემომეცალა, მხოლოდ იმიტომ რომ სხვა ქვეყანაში გადავიდნენ საცხოვრებლად, მაგრამ იმედი მაქვს დროებით. ეს კითხვა მე ჩავამატე, იმიტომ რომ შაშანდელი ვიდეოს მერე ძალიან გაზრდილია და აუცილებლად უნდა ჩამესვა. 2025 წლის მაკაკა ადამიანი, რა თქმა უნდა, ამ საპატიო ადგილს იკავებს ნინა, რომელმაც როგორც იქნა ჩემი სახელი ისწავლა. და ახლა ენას აღარ აჩერებს, იმდეს ტლიკინებს და ისეთი გაზრდილია. ახლა ამდენს იმიტომ ვლაპარაკობ ნინაზე, რომ ძალიან მომენატრა და კი არ იცის რომ ვნახავ, რომ მოვაკბიჩავ იმ ლოყებს. ჩვენი სადაქალოს მეორე ბავშვს ანუ ჩემს ნათლულს მაკაკობას ვერ დავაბრალებ, უკვე დინჯი კაცია. ასიგიჟე რომ მომავალ წელს ვიდეოს რო ჩავწერ უკვე სკოლაში შევა. აი მე მართლა დაუპერდით. სიგიჟეა. უკვე უნდა ვახსენოთ ბობიკი, რომელიც 23 ნოემბერს გახდა 5 წლის, მაგრამ რატომღაც ბობიკი ჭკუით არ იზრდება, მხოლოდ ასაკი ემატება. და ისევ ჩერჩეტი და კაპასი არის როგორც იყო. ცოტა დაგვრჩა. რასელი 2026 წლიდან. ქვეყანაში მიმდინარე პროცესების დაალაგებას რომ ვისურვებდი, ეგ უკვე ვთქვი. ჩემ თავს მინდა ვუსურო უფრო სულიერი სიმშვიდე. ამ რემონტის სტრესისგან გამოსვლას. ასევე ველი უფრო მეტი წიგნის კითხვას, ბევრი ახალი კულტურის
გაცნობას, ახალი ადამიანების გაცნობასაც. კიდევ ველი რომ კულინარიის კურს გავივლი, მე უფრო მრავალფეროვან საჭმელებს მოვამზადებ ჩემს ახალ სამზარეულოში. და კიდევ ველი რომ ეზოს უფრო უკეთესად მოვაწყობთ, იმიტომ რომ წელს ზუსტად ვიცი რომ ეზოსთვის არ გვეცლება და ბევრი სამუშაო გვექნება შემდეგ წელს ამაზე. და ბოლოს რა მესიჯს გაუგზავნი 2026 წლის ელენიკოს. 2026 წლის ელენიკოს ვეტყვი რომ ძალიან მიყვარს, ძალიან ვამაყობ მისით, ძალიან დიდ და რთულ პროექტს შეეჭიდე და დარწმუნებული ვარ რომ მაქსიმუმს დებ საკუთარი თავის შესაძლებლობების და ვიცი რომ ბევრი სირთულე გამოიარეთ და ბევრჯერ წააწყებთ ისეთ მომენტს, როდესაც დანებება გინდოდა და ყველაფრის დაყრა და გაქცევა გინდოდა ამ პრობლემებიდან. მიხარია რომ არ დანებდი, ახლა აქ ხარ და აქამდე მოაღწიე. მინდა რომ ასე გააგრძელო და ყოველთვის იბრძოლო შენი მიზნებისთვის და ოცნებებისთვის, რომლებიც პატარა ელენიკოს წარმოუდგენელი ეჩვენებოდა, მაგრამ ეს წარმოუდგენელიც შესაძლებელი გახადე. წარმატებებს გისურვებ და ძალიან მაგრად გეხუტებ. ძალიან კი მინდოდა რომ მოკლე ვიდეო გამოსულიყო, მაგრამ 2025 წელს მოკლედ ვერ შევაჯამებდი და მადლობა ვინც აქამდე უყურეთ. მადლობა ვინც 7 წელია მიყურებთ. თქვენ მართლა ძალიან ერთგული მაყურებლები ხართ და ძალიან გაფასებთ და ძალიან მადლიერი ვარ თქვენი. იმედი მაქვს ეს გახსოვთ და იცით. კომენტარებში დამიტოვეთ ის კითხვები, რომლებიც გინდათ რომ 2026 წლის ინტერვიუში ჩავსვა. ახლა კი დაგემშვიდობებით, ძალიან მიყვარხართ. გოცნით ბევრს.